გამარჯობა, ეს არის ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. დღის თემებს კი მე ნინო სამნიაშვილი გიამბობთ. რა საკვებს იღებენ ბავშვების სააღრდელო დაწესებულებაში და რა უჯდება მთავრობას მათი შენახვა? ამ ეტაპზე წელს 2014 წელს ერთი ბავშვის კვება, ორჯერადი კვება საუზმე და სადილე ჯდება 95 1 ლარის ფარგლებში. ჭერემის სკოლის გარეშე რჩება. 5 ბავშვი ყავდათ გასულ წელს, 2 წავიდა და ეს 3-იც უკვე საშიშროება არის სკოლის დახურვის. თელავის სასმელი წყლის გარეშე რა სიტყვის მოსახლეობა? მესამე თვე უკვე კრანზე წყალი არ წამოსულა. ჩვენ ვართ ძალიან დაზარალებული, იმიტომ რომ საერთოდ არ ამოდის წყალი. მარტო ხედავ გამოკრულ რეკლამას, რომ ამდენი მილიონი მეზრიშვილიდან დაწყებული, ამდენი მილიონი. მე იმ მილიონების შედეგი ვერ ამბახე. საღამო მშვიდობისა. საბავშვო ბაღი ესის დაწესებულება, სადაც ბავშვები 6-8 საათს ატარებენ და მათ ძირითად კვებასაც თავად სააღრდელო დაწესებულება უზრუნველყოფს. მართალია ბოლო დროს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო, მაგრამ მოდით გავარკვიოთ, რა ხდება მათ სამზარეულოში, რა არის მათი კვების რაციონი. დღეს სააღრდელო დაწესებულების მენიუს ჩვენ გავეცანით. 2:09 და გურჯაანის პირველ საბავშვო ბაღში ლანჩის დროა. დღეს პატარები ბოსტნეული სამწვნიანს მიირთმევენ, დესერტად კიდევ 25 გრამი პეჩენიაც ეკუთვნით. რატომღაც ამ ჯგუფში მათთვის ხელსახოცების დარიგება დაავიწყდათ. დაახლოებით 3 საათის წინ კი პედაგოგის ინფორმაციით საუზმედ ჩაი, კარაქიანი პური და ფაფა ჰქონდათ. ეს არის ის საკვები, რომლითაც ბავშვები 6 საათის განმავლობაში დილის 10-დან 4 საათამდე უნდა დანაყრდნენ. მართალია მათ დღეს არც რძის ნაწარმი და არც ხილი მიუღიათ, თუმცა ამბობენ, რომ 10 დღის მენიუში ეს პროდუქტიც შედის. ადგილობრივი ხელისუფლება თითოეული ბავშვის ორჯერადი კვებისთვის მხოლოდ 1 ლარს ხარჯავს. ხდება დღეში ორჯერადი კვება და მესამე კვება არის ეს გახანგრძლივებული. ეს არის ძალიან სრულფასოვანი, ვინაიდან დილით არის ფაფა, ჩაი, კარაქიანი პური. ჩვენ ახლა კალორიულობა დადგენილი არა გვაქვს, მაგრამ მაინც რაღაც სტანდარტებს უახლოვდებით. გახანგრძლივებულ ჯგუფებში კი სამჯერადი კვებაა, თუმცა სადილში მხოლოდ 1 ნაჭერი კარაქიანი პური შედის, ზოგჯერ 15 გრამი კამფეტიც. გამოდის, რომ ბავშვი ამ საკვებით 6 საათამდე სახლში დაბრუნებამდე უნდა დანაყრდეს. ხელისუფლებას სადილი უკვე 15-20 თეთრი უჯდება. ჩვენ რა თქმა უნდა დამოკიდებული ვართ იმ სუბსიდიაზე, რომელიც განსაზღვრულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. ამ ეტაპზე წელს 2014 წელს ერთი ბავშვის კვება, ორჯერადი კვება საუზმე და სადილე ჯდება 95 1 ლარის ფარგლებში. მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებასთან მიმართებაში ჩვენ მეტნაკლებად გვაქვს დაცული კვების ნორმები. აი მეტნაკლებად რას? მეტნაკლებად ნიშნავს იმას, რომ მე ვიტყვი პირდაპირ, მაგალითად, იგივე დაფინანსებიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება ყოფილიყო, თუ დაფინანსება გაიზრდებოდა, შეიძლება ყოფილიყო დაუშვათ ხორცის ნორმა უფრო მეტი და შესაბამისობაში მოსულიყო ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებასთან, ვიდრე დღეს რაც არის. ჩვენ ეს მენიუ ბავშვთა პედიატრს გავაცანით, რომელმაც ჩამოგვითვალა თუ რა პროდუქტით უნდა იკვებებოდეს ბავშვი. სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დადგენილი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მოწოდებული არის სპეციალური კვების პირამიდა. 1 ლარის შემადგენლობის საკვებში, აი რამდენად შესაძლებელია, რომ ეს ხორცია, თუ ეს მარცვლეულია, თუ ეს პარკოსნებია, თუ რაც უნდა მიიღოს ამასაკის ბავშვმა, არის ჩემთვის ზუსტად ძნელად გასაგებია. მე მაქვს ეს მენიუ, რასაც ბავშვები იღებენ ბაღში. და მგონია, რომ ეს აი სრულფასოვანი კვება, ის რაც შემდგომი ბავშვის ფიზიკური დაგავითარებისთვის არის აუცილებელი, რაღაც კორექციები ალბათ უნდა იქნეს შეტანილი, მე ასე ვფიქრობ. გურჯაანის რაიონის ყველა საბავშვო ბაღში ყოველ დღე ერთნაირი მენიუა. ადგილობრივი ხელისუფლება მათი კვებისთვის წლიურად 251,500 ლარს რიცხავს. თუ გამგეობა დაფინანსებას გაზრდის, შესაბამისად ბავშვები საჭირო კალორიებსა და მათი ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელ საკვებს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ დღეს ბავშვების კვებასთან დაკავშირებით საუბარი არც ერთმა მშობელმა არ მოისურვა. შესაძლოა ჭერემში საჯარო სკოლა დაიხუროს. დღის წესრიგში ეს საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც ახალ სასწავლო წელს სკოლაში არც ერთი მოსწავლე არ გამოცხადდა. იმის გამო, რომ აქ საცხოვრებელი პირობები არ არის, სოფელი დაიცალა. აქაურობა დღემდე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. ტენისა და გზის გულისთვის ჩვენ ბავშვს წავიყვანეთ თბილისში და იქ ვასწავლი. იმიტომ რომ დეინდა გზა არ იყო.
მე პირველ ყოფილი ნახოთ არ მეორე შვილი მყავდეს. ჭერმის საჯარო სკოლაში დარჩენილი იყო მხოლოდ 3 მოსწავლე, თვითონ მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასის. 5 ბავშვი ყავდათ გასულ წელს, 2 წავიდა და ეს 3-იც უკვე საშიშროება არის სკოლის დახურვის. წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე დახარჯული მილიონობით ლარი და წყალი დღე გამოშვებით. თელაველები ჩივიან, რომ წყალი რეგულარულად არ მიეწოდებათ. როდის მოგვარდება პრობლემა და რას აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თელავის სერვის ცენტრში, ეთერ თეთრაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ. მესამე თვეა უკვე წყალი არ ყოფილა. ფატი გიგილაშვილი ერთ-ერთია, რომელსაც 3 თვეა ონკანზე წყალი არ მოსვლია. ის თელავში მრავალსართულიან საცხოვრებელში ცხოვრობს. მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი დღე გამოშვებით ისეთი მცირე რაოდენობით მიეწოდებათ, რომ მხოლოდ მეორე სართულამდე ადის. ამიტომ იძულებულნი არიან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ჭაბურღილით ისარგებლონ. მე არ მინდა რომ ჩემი მიზეზის გამო ვინმე შეწუხდეს მეზობელი, ასუნი ადიოდეს ან რაღაცა და ამიტომ მესამე თვე უკვე კრანზე წყალი არ წამოსულა, არ ამოდის წყალი. ამიტომ ვინახავ აი მსუბთა წყალს, რომ არ შევაწუხო მეზობელი ან რაღაცა და რასაც ვეზიდებით, ფულს ვაძლევთ და ისე ვეზიდებით წყალს. ჩვენა ვართ ძალიან დაზარალებული, იმიტომ რომ საერთოდ არ ამოდის წყალი. 2 საათით რო უშვებენ წყალს, 2 საათით მაღლამდე ვერ აღწევს. რუსთაველის 73-ში 50-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. როგორც ისინი ამბობენ, 2 წლის წინ წყალმომარაგების კომპანიამ ეზოში ის ონკანიც გააუქმა, საიდანაც ასე დროს მაღალ სართულზე მცხოვრებნი სარგებლობდნენ. თელაველები იმაზეც ჩივიან, რომ წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება, თუმცა პრობლემა მაინც მოუგვარებელია. რა პრობლემები ყველა საყოფა ცხოვრება პრობლემა. ყარს ვერ შევდივარ ჩემი მაშინ თუ მაღლიდან ჩამოდის სუნი. წყალი არა აქვს რა ქნა, რა უთხრა იმათ. მარტო ხედავ გამოკრულ რეკლამას, რომ ამდენი მილიონი მეზრიშვილიდან დაწყებული, ამდენი მილიონი. მე მილიონების შედეგი ვერ ამბახე. წყლის სისტემის ხალხმა ძირში შეჭრა ის კრანი, თავი დაანება. ამბობენ რომ მილიონები ჩაერიცხათო და თუ მილიონები ჩაერიცხა ჩვენამდე არ მოსულა და რა ვიცი აზავი და არ ვიცი. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თელავის სერვის ცენტრის უფროსის განმარტებით აღნიშნული პრობლემა კლიმატური პირობებისგან და ძველი სისტემისგანაა გამოწვეული. რამოდენიმეჯერ მოვიდა ნალექი, მაგრამ თაში არ მოსულა ის რაოდენობა, რომ ჩვენ წყლის შემოდინება და დებეტი გაზრდილიყო. თან ამასთან დაკავშირებით იმასაც გაგიმარტავთ, რომ წყალს კი ვაწვდით, მაგრამ ისეთი წნევით ვერ მიდის, რომ ზედა სართულებზე ავიდეს, რადგან თვითონ თავიანთ კორპუსებსაც მოსაწესრიგებელი აქვს შიდაქსელი და დანაკარგია ძალიან დიდი. შიდაქსელი თავიანთი რაც არის ძირითადი თვითონ უნდა მოაწესრიგოს მოსახლეობა. სერვის ცენტრში განმარტავენ, რომ თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2 თვეში დაიწყება და 2 ეტაპად განხორციელდება. 1 იანვრიდან რესტორნებში ღვინოზე კონტროლი გამკაცრდება. რამდენიმე წუთში ასევე ნახავთ. მილიონიანი ინფრასტრუქტურული პროექტი რამდენად ხარისხიანად კეთდება სანიღური არხები ბაკურციხე გურჯაანის ტროტუარებზე. 61 წლის ქალი ვარ და მე არ მახსოვს აი ესეთი მასშტაბური რამ აი ჩვენ ხარეს ყოფილი. ახალი ინიციატივა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტიკების შედეგების სწრაფი ლიკვიდაციის მექანიზმებს შეიმუშავებს. განვაგრძობთ გამოშვებას. 1 იანვრიდან რესტორნებში ღვინოზე კონტროლი გამკაცრდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით ქმედით ღონისძიებებს გაატარებს. ფალსიფიცირებული სასმელის დაფიქსირების შემთხვევას კი შესაბამისი რეაგირება მოყვება. სამინისტროში ამბობენ, რომ სიახლე მიზნად ისახავს დარგის გაძლიერებასა და პოპულარიზაციას. ეს კი მომავალში სუბსიდირების საჭიროებას გამორიცხავს. გურჯაანის სოფლებში სანიაღვრი არხების მოწყობის შედეგად მოსახლეობას სტიქიის დროს სახლები აღარ დაეტბორება. ბაკურციხე გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ტროტუარები, ასფალტის საფარი და სიჩქარის შემზღუდველი ბარიერებიც გაკეთდება. სვლად თემაზე ეკარ თეთრაძე გიამბობთ. ზის ქვემოთ მაცხოვრებელი ხალხი უიტბორებოდა. ნიაღვრები მიდიოდა. სახლები რომ აღარ დაეტბორებათ, ამის იმედი ბაკურციხის მოსახლეობას მას შემდეგ მიეცა, რაც ცენტრალურ მაგისტრალზე სანიაღვრი არხების გათხრა დაიწყო. აქ ამბობენ, რომ ასეთი მასშტაბური სამუშაოები წლები არ ჩატარებულა. გარკვეული წლებია, მე 61 წლის ქალი ვარ და მე არ მახსოვს აი ესეთი მასშტაბური რამ აი ჩვენ ხარეს ყოფილიყო, თორე სოფლის ნაწილში იყო. რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის. ჯერით იმით რომ ბავშვები დილით რომ მიდიან სკოლაში. ჩვენზე რომ არაფერი არა ვთქვათ უფროსებზე. ტალახი, წვიმა, მთელი ფეხები უსველდებოდა, ასფალტზე ვერ გადადიოდნენ ბავშვები. ქოითა ხალხა შეუვარდება წყალი. სულ აღარ წაიღებდა ხოლმე ქვეყნები.
ამოტენა ხალხი ფუჭდებოდა ყველაფერი. ჩვენ არა. მე კარგია მაინც უკეთდება, რა თქმა უნდა. ნიაღვრები, წავა პირდაპირ. ქვევრები, მარანი, სულ გვემსებოდა. ამაში სულ წყალი გადმოდიოდა. ეხლა ნახევარი ზემეთი იქ წავა, ცოტა აქ წამოვა და ყველაფერი კარგად იქნება. ანალოგიური სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ბაკურცხე-გურჯაანის დამაკავშირებელ მთლიან მაგისტრალზე. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, სანიაღვრე არხების გარდა დაგეგმილია ტროტუარების, ასფალტის, საფარისა და სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მოწყობაც. ამ სამუშაოების ჩატარება პირველ რიგში ვისემ საშუალებას ხალხს, რომ გზის სავანაძეზე არ იარო. ექნება ორივე მხარეს კეთილმოწყობილის ფეხით სასიარულო ბილიკები. ნიაღურის დროს ეს არხი უფრო მეტ გამტარი უნარიანია, ვიდრე აქამდე იყო. ამისათვის ეს მე მიმაჩნია, რომ ძალიან სასიკეთო საქმე კეთდება. სამუშაოები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის რეაბილიტაცია პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს. ის აგვისტოს ბოლოს დაიწყო და 15 იანვრამდე დასრულდება. ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტიქიების შედეგების სწრაფი ლიკვიდაციის მექანიზმებს შეიმუშავებს. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო რწმუნებულთან და გუბერნატორთან სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა. ასევე იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც რეგიონების ხელმძღვანელებს ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. რამდენიმე თემა განვიხილეთ, რეგიონების მდგომარეობა, მყარი ნარჩენების კუთხით კონკრეტული დავალებები იყო მიცემული და ინფორმაციებს ველოდებით. აგრეთვე განხილული იყო ახალი მუნიციპალიტეტების შენობებთან და რემონტთან დაკავშირებული პრობლემატიკა. ძირითადი თემა, რაზეც ჰქონდა საუბარი, ეს არის სტიქიებთან დაკავშირებით. რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ, რომ სწრაფად იყოს გადაჭრილი ეს პრობლემა და ხარისხიანად. საზოგადოებრივი კოლეჯი კაჭრეთში, სადაც სოფლის მეურნეობის დარგის ყველა სპეციალობა ისწავლება. სასწავლებელში ამჯერად 19 საგანმანათლებლო პროგრამაზე იღებენ, თუმცა მალე ამ ჩამონათვალს 6 ახალი სპეციალობა დაემატება. კოლეჯში წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამას 650-მდე სტუდენტი გადის. სასწავლებელში ამ ეტაპზე გაეროს განვითარების პროგრამისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი მიმდინარეობს. გადაამზადეს ადგილობრივი მასწავლებლებიც. სოფლის მეურნეობის დარგის 5 სპეციალობაში კი 2 თვიანი მოდულური სწავლებაც იგეგმება. ყველაზე მეტ ყურადღებას სოფლის მეურნეობის დარგებს ვანიჭებთ. ეს არის მევენახეობა, მეღვინეობა, ვეტერინარია, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება. მეღვინეობის მომზადებისათვის გვაქვს როგორც თეორიული მეცადინეობის ბაზები, ისე პრაქტიკული მეცადინეობის ბაზები, კავშირები მეღვინეობის საწარმოებთან. აი ახლა გვთავაზობენ, სტუდენტების დაინტერესება ძალიან დიდია, პასუხობთ რეგიონის მოთხოვნებს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში და აი ჩვენ მიერ მომზადებული სტუდენტები არიან დასაქმებული. სადაც კი დასაქმების ცენტრი არსებობს კახეთში, ყველგან არის ჩვენი სტუდენტი დასაქმებული. კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ბაკურციხეში. გზის წრიულ მონაკვეთთან სატვირთო ავტომობილი გადატრიალდა. იგი ბოთლებით იყო დატვირთული. შემთხვევა სავარაუდოდ მუხრუჭის გაუმართავებამ გამოიწვია, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ტორმოზებმა მიღალადა და ვერ შევაკავე მანქანა მე რამე. ეთყობა გაცხელებული ქონდა ტორმოზები. აქ იდგა შალანდა. იმას რო არ დავარტყავ, არის და მე გავუხვია გურჯაანისკენ. გავუხვია და ეს პრინციპი არ არის დამაგრებული მაინდა-მაინც საიმედო. და წასულდა და ამოაყირავა მანქანა. ის მოხდა და იქ ხალი იდგა. მე იმ ხალთან მივიდიოდი, მე უნდა მცემოდა ეს მანქანა. და მე ზედი ვიყავ იმისული პირდაპირ და გადამში. ახლა კი ეთერშია რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენები, რომელსაც თამარ ჭანყვაშვილი გაგაცნობთ. ვის სახელზე გამოგზავნა გაერო მოწვევა და დაუმალა თუ არა იგი საგარეო უწყება. უფრო გაუგებარია ეს ყველაფერი, მაშინ როდესაც წერილი რომელიც ჩვენ მივიღეთ, დათარიღებულია სწორედ 25 თებერვლით. ჭიკაიძის შემდეგ მოსალოდნელ სახელმწიფო გადატრიალებაზე შატბერაშვილი საუბრობს. პარლამენტში ჯგუფები, რომლებიც გზად არიან დატოვა კოალიცია, ამაზე სულ სერიოზულად მიდის ლაპარაკი. მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონს გარეთ ვითარდებოდა.
დაუმალა თუ არა პრეზიდენტ საგარეო უწყებამ სამიტზე წასასვლელი ოფიციალური მოწვევა. Ამ ფაქტს მაია ფანჯიკიძე უარყოფს და მომხდარს იმით ხსნის, რომ მოწვევა მარგველაშვილის ნაცვლად სააკაშვილის სახელზე იყო გამოგზავნილი, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ეთანხმებიან. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით კლიმატის ცვლილებების სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სახელზე გაეროს გენერალურმა მდივანმა მიწვევა თებერვალში გამოგზავნა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხოლოდ ივნისშია ცნობა. მით უფრო გაუგებარია ეს ყველაფერი, მაშინ, როდესაც წერილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, დათარიღებულია სწორედ 25 თებერვლით და გამოგზავნილია გაეროს გენერალური მდივნის ბატონი პან კი მუნის ხელმოწერით და გამოგზავნილია ბატონი გიორგი მარგველაშვილის სახელზე და არა მიხეილ სააკაშვილის სახელზე. აღსანიშნავია ისეც, რომ 25 თებერვალს გამოგზავნილი მოწვევა ჩვენ მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ 11 ივნისს და ამის მერე კიდევ უფრო გაუგებარია, რომ როდესაც ჩვენ გავეცით პასუხი და გაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტის წერილი გაეროს გენერალური მდივნის სახელზე, ამის მერე ჩვენ გვეუბნევიან იმას, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი არ უნდა გაემგზავროს ამ ღონისძიებაზე და ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე. 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა მხოლოდ კლიმატის სამიტზე. საქართველოს მისიამ მიიღო 14 მარტს და ეს მოწვევა იყო მიხეილ სააკაშვილის სახელზე. ესეც აჩვენებს იმას, თუ რამდენად ფორმალურია ეს მოწვევა. როდესაც მისიამ გაუგზავნა ინფორმაცია გაეროს იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ეხლა უკვე იყო გიორგი მარგველაშვილი, ამას კიდევ დასჭირდა რამდენიმე კვირა და 30 მაისს მიიღო საგარეო უწყებამ ახალი მოწვევა უკვე მარგველაშვილის სახელზე. ეროსი კიწმარიშვილის ძმა გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით ითხოვს. ოჯახი ვარაუდობს, რომ გასროლა მანქანაში მოხდა, ისინი განმეორებითი ექსპერტიზების ჩატარებას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს ავტოფარეხში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარი მალევე შეაფასეს სავარაუდო თვითმკვლელობად, რასაც კიწმარიშვილები არ ეთანხმებიან. საქართველოს პარლამენტის და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო შატბერაშვილი შემოდგომაზე საპარლამენტო გადატრიალებას აანონსებს და აცხადებს, რომ აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად მიხეილ სააკაშვილის მიერ მოძიებული იქნა დაახლოებით $1 მილიარდი. აღნიშნული განცხადება შატბერაშვილმა საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ კვირას პრესკლუბში გააკეთა. არიან პარლამენტში ჯგუფები, რომლებიც გზად არიან დატოვონ კოალიცია, ამაზეც უკვე სერიოზულად მიდის ლაპარაკი და ნაციონალებთან ერთად შექმნან უმრავლესობა, რომელიც გადააყენებს პრემიერ-მინისტრს და მის ადგილას მოიაზრება კახი კალაძე. თუ მიაქციეთ ყურადღება, აქ-აიქ პრესაში უკვე გამოჟონა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომავალ პრემიერ-მინისტრად მოიაზრება კახი კალაძე. ამას ასევე ხელს შეუწყობს ბატონი მარგველაშვილი, რომელიც ჩათვალეთ, რომ უკვე ოპოზიციაშია გადასული და ზოგადი სიტუაცია ის რაც დღეისთვის არსებობს, ამართლებს ზუსტად იმ სქემას, რომლის შესახებაც ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია. ყველაფერი მიდის ამ სქემის შესრულებისაკენ. ეხლა რამდენად მოხდება საპარლამენტო გადატრიალება, ეს მეორე საკითხია. საქართველოს აბუ-დაბის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და აბუ-დაბის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე მოჰამედ თანი ალ-რემეითის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. დელეგაცია სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მეთაურობით აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ფორუმს დაესწრება, რომელიც თბილისში 29 ოქტომბერს გაიმართება. იყო განხილვა საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების, შევთანხმდით, რომ 29 ოქტომბერს აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, რომელიც ჩატარდება საქართველოში, ჩამოვა წარმომადგენლობითი დელეგაცია სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მეთაურობით და ისინი დაესწრებიან და განიხილავენ საქართველოში საინვესტიციო პროექტებს. თანაინვესტირების ფონდმა წარუდგინა მათ რამოდენიმე პროექტი, ისინი ძალიან დაინტერესდნენ სხვადასხვა სფეროებით და ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო თანამშრომლობა შედგება. ასეთი იყო დღეს რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენები, მე გემშვიდობებით ნახვამდის. ოპერაციის დროს ვიოლინოზე შესრულებული ნაწარმოები.
ყველაზე ძვირადღირებული მანქანა Ferrari Berlinetta. გამოშვებას საერთაშორისო ამბებით განვაგრძობთ. ლუგანსკში შეიარაღებულმა პირებმა ეროვნული უნივერსიტეტი დაიკავეს და პრორექტორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უნიანი ავრცელებს. როგორც ლუგანსკის უნივერსიტეტის რექტორმა ვიტალი კურილომ სოციალურ ქსელში დაწერა, შეიარაღებული პირები იყოფენ კაბინეტებსა და ქონებას, თანამდებობებზე კი უცნობ ადამიანებს ნიშნავენ. ასევე დაკავებით ემუქრებიან სხვა ლექტორებსაც, წერს ვიტალი კურილო. ამერიკის შეერთებული შტატები ებოლას ეპიდემიასთან საბრძოლველად აფრიკაში 3000-მდე სამხედრო მოსამსახურეს აგზავნის. ისინი ეპიდემიის კერებში 100 ადგილიან 17 ჰოსპიტალს ააშენებენ. გარდა ამისა, ამერიკა უახლოესი 6 თვის განმავლობაში 500 ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს მოამზადებს. ამერიკელი სამხედროები უშუალო დაავადებულთა მკურნალობაში მონაწილეობას არ მიიღებენ. დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში მედიკამენტები და დეზინფექცირების საშუალებებიც გაიგზავნება. ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ებოლას ვირუსის დასამარცხებლად ქვეყანა ძალებს არ დაიშურებს. რუსეთის ნარკოტიკების ბრუნვის კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა პოდმოსკოვიაში ვაშლების პარტიაში დამალული 150 კილოგრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. იგი უკრაინიდან შეიტანეს. რუსული მედიის ინფორმაციით ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში ბრალდებული ყველა პირი დააკავეს. გამოშვებას საინტერესო ამბებით განვაგრძობთ, რომელიც უცნაურმა ბლოკმა და სანაჯიმ გავრცელა. ოპერაციის დროს ვიოლინოზე შესრულებული ნაწარმოები. ლიტველმა მევიოლინე ნაომი ელიშუმმა, რომელიც პარკინსონის დაავადებას 20 წელი ებრძოდა, წარმატებით გადაიტანა ურთულესი ოპერაცია. სანამ ქირურგები ქალს ტვინის ელექტროსიმულატორის იმპლანტაციას უკეთებდნენ, პაციენტი გონზე იყო და ვიოლინოზე მოცარტისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებებს უკრავდა. 1962 წელს გამოშვებული Ferrari Berlinetta მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მანქანად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც აუქციონზე 23 მილიონ ფუნტად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ იგი 1962 წელს გამოშვებული 39 მანქანიდან ერთ-ერთია. აუქციონი კალიფორნიაში ზღვისპირა ქალაქ კარმეში ჩატარდა. Ferrari კერძო კოლექციონერს ეკუთვნოდა და ახალი მფლობელის ვინაობა ჯერ უცნობია. გამოშვებას კულტურისა და სპორტის სიახლეებით განვაგრძობთ. ეს ქართული ფოლკლორული სიმღერა ტრანსში ჩაგაგდებთ. ამ გოგონების ჰარმონიული სიმღერას სხვა დროში მოგახვედრებთ. ამ კომენტარებით განათავსა საკუთარ საიტზე ტრიო მანდილის სიმღერა ცნობილმა ამერიკულმა ინტერნეტ გამოცემა The Huffington Post-მა. სიმღერას აპარეკა ქვია, მომღერლები თათია მგელაძე, შორენა ცისკარაული და ანი ჭინჭარაული არიან. აღსანიშნავია, რომ ქართული ტრიო სიმღერა ერთ-ერთი გერმანულ საიტზეც განთავსდა. ვიდეო YouTube-ზე 4 სექტემბერს აიტვირთა და ერთ კვირაში მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. წინა ტურში მარცხის მერე დინამომ ამ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და მანამდე წაუგებელ შუქურას 6-0 ცლია. მატჩის მიწურულს შუქურა გოლის გატანა შეეცადა, მაგრამ გიორგი ჩელებაძის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ნიკა დაუშვილმა მოიგერია. ახალგაზრდა ცოტნე მესხის რეიდი კი არაზუსტი დარტყმით დამთავრდა. ბორუსიამ ლონდონის არსენალს უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. პირველი გოლი ჩირო იმობილემ სოლო რეიდის შემდეგ გაიტანა. მეორე გოლი კი ობამ ეიანგის ანგარიშია. იგი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მეკარე მოატყუა და ბურთი დაუცველ კარში შეაგორა. ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორი ამინდი იქნება ხვალ. ასეთი იყო დღევანდელი დღე, მე ორშაბათამდე გემშვიდობებით, კარგად გზანდებოდეთ.